გამარჯობა, ამ ვიდეოში გაჩვენებთ და თან გესაუბრებით დღეზე, როდესაც სამჯერ ამოვედი და ჩავედი სკოლაში. ეს არის, ესე იგი, სკოლიდან გამოსვლა პირველად. რა თქმა უნდა, დილას მივედი, ბავშვიც მივიყვანე სკოლაში. მე გაკვეთილები ჩავატარე, ფოშსაც დაუსრულ და 5 გაკვეთილი ქონდა, სამშაბათი დღე იყო. მე მქონდა 4 გაკვეთილი, მაგრამ მე 5 გაკვეთილზე საქმის გამო დავრჩი და აი ბავშვთან ერთად წამოვედი მე 5 გაკვეთილზე მე-6-მდე, ანუ მე-6 გაკვეთილი რო იწყებოდა მაგ დროს და მივდივართ ამანათის ასაღებად. ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებია, იმიტომ რომ მეუღლეს ასაღები ქონდა მანქანის ნაწილი და სხვა დროს მანქანას ვერ ვთხოვნიდი. მოკლედ მე მოსწავლეები მყავდა წამოსაყვანი, ასევე ამ დროს, როცა ჩვენ გამოსულები ვიყავით, მოსწავლეები მუშაობდნენ Technovation Girls-ის კონკურსისთვის, კლასში იყვნენ და 5 მოსწავლე სეკუნდურად მუშაობდა და მალევე უნდა დაუბრუნებულიყავი, რომ მენახა რას აკეთებდნენ. ეხლა ჩვენ გადავუხვევთ ამანათისკენ, ამ ქუჩაზე ყოველთვის ბევრი ხალხია, ბევრი მანქანაა, საცობია. გასაჩერებელი ადგილები ჭირს. ეხლა ნახავთ, გადავალთ მალე და რადგან გასაჩერებელი ადგილების პრობლემა იყო, შორიდანვე დავიწყე დათვალიერება ადგილის, რომ ვიცოდი იქ პირდაპირ ამანათებთან ვერ გავაჩერებდი. ამიტომ მართლა ცოტა მოშორებით გავჩერე. აქაც კი ვიფიქრე, მაგრამ არც გაჩერებაზე მინდოდა შეზღუდვა და არც ჯარიმა მინდოდა და ისედაც არ მიყვარს, რომ ვიცოდი რამდენიმე წუთში შეიძლება არც არავის დავეჯარიმებინე, მაგრამ ან მიყვარს ავაფერხებთ ისედაც გადატვირთული ქუჩა არის და ასე ჩემსავით გაჩერებული მანქანა ძალიან შეაფერხებ და მოძრაობას. ამიტომ ნორმალურ გასაჩერებელი ადგილი ვნახე აი აქ. გავჩერდი და ფეხით ჩავედი. ანუ მაინც საცობი იყო და მანქანითაც უფრო მალე ვერ მივიდოდი. უკვე დაბრუნებული ვარ, ბავშვი მეჯდა მანქანაში. უცებ ჩავირბინე, კოდი ჩავწერე, ავიღე ამანათი და დავბრუნდი. ახლა აქედან მოვტრიალდები და ავალთ ისევ ფერიის სკოლაში. ბავშვიც რა თქმა უნდა მივიყვანე ისევ სკოლაში, იმიტომ რომ სახლში გასვას ვერ მოვასწრებდი, რომ დამეტოვებია. მე დავხედეთ როგორ მუშაობდნენ მოსწავლეები და ძალიან კარგად მუშაობენ ხოლმე დამოუკიდებლად, განსაკუთრებით ამ კონკურსისთვის. ანუ ავუხსნე ხოლმე რა უნდა გააკეთონ. ინგლისური იციან კარგად, მე ისევ აკეთებენ თავისით, თუ რამე კითხვები აქვთ, მივდივარ, დამახვედრებენ, ერთად ვაკეთებთ. ასევე ინგლისურის მასწავლებლები მეხმარებოდნენ ძალიან, რომ აი შევსების შემდეგ გადახედვა, რამდენად სწორად წერია, რაღაცებზე ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმარა ძალიან და ბავშვებმა ისწავლეს გამოყენება უბრალოდ ChatGPT-ის არა, თქვათ მობილური აპლიკაციებით, სადაც ავაწყვეთ MIT App Inventor-ზეც ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება. ძალიან ისეთი საინტერესო და საჭირო პროექტია და ბევრი უნარებს ავითარებს მოსწავლეებისთვის, ესე სწრაფად მუშაობის უნარებსაც ავითარებს. დროში რომ როგორ უნდა ჩაეტიონ, ხარისხიანი რაღაცა როგორ უნდა გაკეთონ, ვიდეო როგორ გადაიღონ, კარგად როგორ ისაუბრონ. ეხლა პრეზენტაციებისთვის მომზადებით კიდე მაისისთვის და კანვაში მუშაობას გააუმჯობესებენ, რომ კარგი პრეზენტაციები ააწყონ. რა ვიცი, აი მართლა ისეთი პროექტია, რომ რამდენიმე საგნის მასწავლებელი ვერ ასწავლის ასეთ რაღაცას. აი საბოლოოდ ისეთ შედეგებზე გადიხარ, რომ ერთ საგანში მაგას ვერ ისწავლი. ანუ რაღაცა ასეთ პროექტზე თუ მიაღწევ მსგავს შედეგს და რა ვიცი, ძალიან ბევრ პროექტში მონაწილეობთ ხოლმე და აი მომავლის საქართველოს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი იყო და ეს კიდე სულ სხვა არის. ეს ძალიან მიყვარს Technovation Girls, იმიტომ რომ თან მერე ბანაკის პერსპექტივა არსებობს, უამრავი შესაძლებლობა და მართლა ძალიან მადლიერი ვარ ორგანიზატორების, რომ ეს პროექტი არსებობს. შარშანაც მონაწილეობდით მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რეგიონალური ტური ვიცოდით, რომ არ ჩატარდებოდა, მაინც კმაყოფილები დავრჩით, ერთი გუნდი მყავდა, მიუხედავად იმისა, რომ არც ბანაკი იყო და არც არაფერი, ბავშვებმა იშრომეს და ისწავლეს. აი ესე დავუბრუნდით ისევ სკოლას. აქ რომ ავალ, ნახავ, რას აკეთებენ მოსწავლეები, ცოტა ახლოს მინდოდა გაჩერება, მაგრამ მაინც ბევრი მანქანა გროვდება ხოლმე მაგ მომენტში, როცა სკოლას არ ირეკება.
ამიტომ გავჩერდი ესე, აქ უკვე მოსწავლეები ნანახი მყავს და ბრუნდები უკან. დაახლოებით 40 წუთი ვისხედით კლასში. დავალაგეთ სიტუაციები, რა როგორ უნდა გაეკეთებინათ, 2 გუნდი იყო უკვე და ცოტა ხანი დავტოვე, ისევ აგრძელებდნენ მუშაობას და ვიდეოს გადაღებებს. მე მივდიოდი სახლში, სახლთან ახლოს მელოდებოდნენ მოსწავლეები და უნდა წამომეყვანა სკოლაში. ზუსტად 4 მოსწავლე იყო და კარგია რომ ბავშვი დარჩა სახლში, იმიტომ რომ გაუჭირდებოდა კიდეც მანქანაში დაჯდომა. მაგდენი ადგილიც აღარ მქონდა. ისე ველოდებოდი რომ უფრო სწრაფად მივიდოდი სახლში, სადღაც 20 წუთი აკლდა რომ გამოვედი თუ 15 აკლდა მე მგონი 3-ს. და იმედი მქონდა რომ ცოტა ადრე მივიდოდი, ყოველსაც დავლევდი და გამოვიდოდი, მაგრამ იმიტომ რომ ზოგადად 15 წუთში მივდივარ ხოლმე და 20 აკლდა აშკარად, რომ ის 5 წუთის იმედი მქონდა, მაგრამ აი რომ მივედი, უკვე 3 საათი იყო, 4-ის რაღაცა 3-4 წუთი იყო. რაღაც ძალიან ცუდი მოძრაობა იყო. ესე კარგი ამინდი რომ გამოდის ბათუმში. ფეხითაც გამოდიან გარეთ და მანქანებითაც და იქნება ქაოსი. ეს ადგილი მაინც არაუშავდა, ისე იყო, აქ შუქნიშანზე ყოველთვის ჩერდებით. მე მივდივართ, რაღაცა შეფერხებები რა თქმა უნდა იყო. მე ვიყავი გადარბენაზე, თორე რამე ისეთი არ ხდებოდა, ხო? ტელეფონი ვათხოვე ბავშვს ცოტა ხნით და დაჯდა. მქონდა powerbank-ი და USB, მაგრამ USB მქონდა ძალიან სუსტი. ისეთი რომ ვერ ტენიდა ნორმალურად და ეს დამჯდარი ტელეფონი ვერანაირად ვეღარ გავაუმჯობეს. აქ იმიტომ გადმოვუხვიე, რომ პატრული მედგა გვერდით და მოხოვის ზოლში ვიდექით, რომ საერთოდ არ ვაპირებდი, რომ მანდიდან წავსულიყავი. მოხოვის ზოლიდან გადავდივარ ხოლმე იქეთ ხარეს ხო ცოტა ცუდად ვიქცევი, მაგრამ მინდა ხოლმე რომ დროზე გავიდე. ზოგიერთი მანქანა სპეციალურად ნელა დადის წინ რომ არის მაინც და მაგ დროს როცა ვაგვიანებ, მაგდენი ნერვები აღარ მყოფნის ხოლმე და მამია კომახეთის ქუჩაზე ზოგადად თითქმის იგივე დრო მეხარჯება ხოლმე, რაც იქეთ არ ღირს ხოლმე გადმოსვლა. უბრალოდ მანდ გირით ცხოვრობდით რაღაცა პერიოდი და ეგ ადგილი მაინც მიყვარს და ზოგჯერ 1000-ში ერთხელ ადგილის მონატრების გამო გადმოვდივარ ხოლმე. მე ისე ამ ქუჩით გადავდივართ შარტავაზე და მივდივართ აქ მალე უნდა გადავიდე ხოლმე სულ მარცხენა ზოლში და ახლა გამიმართლა რომ სხვა მანქანები არ იყვნენ და უცებ გადავედით. ტბელაბუსერიძის ქუჩაზეც კი რაღაცნაირად დიდხანს ვიყავი თითქოს. აი ასეთ დროს როცა გაგვიანდება ეს ყოველი წამი არის ხოლმე მნიშვნელოვანი და მაგიტომ ეჩვენებოდა რომ დიდხანს ვიყავი. აი მე რომ მივედი და უკვე მოსწავლეები ჩავისვი, კი დამშვიდდი, მაგრამ იქედან რომ მოვდიოდი სკოლაში რაღაცა უცნაური მოძრაობა იყო გზაზე. აი აქ მოვედით. გავიდეო პირდაპირ გადაბმული მაქვს, გავალთ ერთად ბავშვები. ძალიან ახლოს იყო ეს მანქანები, ძალიან ფრთხილად გავიარე რომ მეთქი ხა მოსწავლეები მისხედან მანქანაში და რაღაცა უცბად ვინმეს არ გავედო. აქ უკვე მშვიდად ვარ რომ ვიცი რომ აღარავინ აღარ მელოდება და ტელეფონიც დატენილი, ჩართულია. 2-3%-ზე იყო, მაგრამ ჩართული იყო. მოსწავლეებისთვის მქონდა ნათქვამი რომ 15 წუთის გზა იყო და ისეთი თავდაჯერებით ვიმეორებდი ხოლმე ამას სულ რომ 15 წუთის გზა და ახლოს ვართ და მალე მივალთ და ამ დროს გაგვიგრძელდა საკმაოდ ეს გზა. ცოტა მეც ზევით ავედი, ჩანთადავდე, ბავშვი დავტოვე და ჩამოვედი და ოდნავ გვიან გავედით. და ამასობაში თან საცობები, შუქნიშნები რა ვიცი და ცოტა გვიან ჩავედით. უფრო სწორი ნათქვამია რომ ავედით. შუა დღის სიტუაცია არ ვიცი ხოლმე კარგად, იმიტომ რომ რეალურად ამ დროს მე თითქმის არასდროს არ მივდივარ ფერიაში. აი ორი რო ხდება, მაგ დროს ავსულვარ ხოლმე რომ დავშოთ ბავშვი მაგ დროს არის და ამ თავს გავკვეთილებს და უნდა მივაკითხოთ, ეკვა აქვს ხოლმე ზოგჯერ და ორზე უმთავრდება და თუ კი დაუშვათ აი 3-4 საათისთვის ავდივარ, ეს ხდება, რა ვიცი 1000-ში ერთხელ STEM კლუბისთვის ან რაღაცა და
მაინც ესეთი დიდი ყურადღებით არ დავკვირვები ვარ ხოლმე დროს, რა დროში ავდიოდით ხოლმე მაგ პერიოდში და ხედავთ რამ ხელამოძრაობა, რამდენი მანქანაა. ეს ამ ხელატვირთიანი მანქანა გადმოვიდგა წინ და მიმარდამეთმა არ შეიძლებოდა და აი ამის უკან ვაგრძელებდით მგზავრობას. ყველა ფანჯარა ქონდა ღია, იმიტომ რომ იყო საოცარი სიცხე. გეომაგნიტური დღე იყო მე მგონი ამ დღეს და თან ცხელოდა. ესე მივდიოდით, მუსიკას არ მოსმენდი ხა რა ვიცი. სწავლები საუბრობდნენ. ერთი მათი კლასელი გადმოსულა ფერიის სკოლაში და სავარაუდოდ მეორე სმენაში დადის და მე-9 კლასში მე არ ვასწავლი. მასეც საუბრობდით. და რა თქმა უნდა მოძრაობაზეც. მოსწავლეს მათემატიკასაც ვასწავლი და ფიზიკასაც და თან აქ ვეუბნები რომ ფერიაში რაღაცა გზების დაიწყეს მშენებლობა რეაბილიტაცია და ცენტრში იყო მაგ დროს გადათხრა დილას რომ ავედი არაფერი არ იყო მეორე გამოსვლაზე უკვე დაწყებული ქონდათ სამუშაოები ფერიის ცენტრში და აი ახლა ხედავთ ამ სამუშაოებს ოდნავი შეფერხება იყო მაგის გამო დიდი არაფერი ზემოთ ცენტრში რო ავალთ კიდევ ფერიის ეს იყო სერგი მესხის ქუჩა აი ახლა იქნება აქაც უნდა გამოჩნდეს სამუშაოები წესით აი ხედავთ სხვაშორს ასulis დროს იმდენად არ შევფერხებულ ვარ ჩამოსვლის დროს გამიკვირდა თუმცა არც მაშინ არ შევფერხებულ ვარ დიდად აი ეს მონაკვეთი არის ახლა ყველაზე საშინელი მისახედი ორმოებიანი დანარჩენს აკეთებენ მე ისე ფუჭდება აი ესე ჩვენი მესამე დამოსვლა ფერიის სკოლაში და წასვლის ვიდეოც მაქვს ხო აი იმდენად მალე ხდება გადაბმა ისეთი კარგი ამინდი იყო რომ აი ვერც მიხვდებით რა მომენტში უბრუნდებით უკან შეიძლება ვინმე მიფიქროს რომ ამოვედით და ისევ გავბრუნდით არა 1 საათი კი არა საათნახევარი ვიყავით გზავრობის დროც რო დაუმატოთ ხო უკვე აგვიანდებოდათ მე მოსწავლეებს სხვა განმიდიოდნენ და ამიტომ გამოვედით თორე იმდენად ბევრი რამ არის ფერიის სკოლის ლაბორატორიაში რომ ის დრო საკმარისი არ იყო მე ალბათ ერთხელ კიდე ავიყვანა მოსწავლეებს ჩვენთან თან ვიდეოების გადაღების პროცესის შედეგებიც ვნახეთ მე ის მოსწავლეები წავიდნენ და ესენი დარჩნენ ვინც მე მყავდა ამოყვანილი 3D პრინტერი ჩავრთეთ ვაჩვენე კამერა მონიტორი ყველაფერი რაც გვაქვს კლასში ერთი რაღაცა ჩავრთეთ ხო პლაზმის სფერო ემბოტი რასაც სტანდარტულად ვაჩვენებ ხოლმე ახალ მოსულებს და თან აქედან ამ ჩემი მოსწავლებიდან ერთ-ერთი დადის 3D მოდელირებაზე და შევპირდი რომ თუ კარგ საჭირო მოდელებს აწყობდა ერთს მასაც დავუბეჭდავდი და ერთ სკოლისათვის გამოვიყენებდით და ჯერჯერობით რაღაცა არ იცის ისე კარგად როგორც ჩანს რომ არაფერი არ გამოუგზავნია მას შემდეგ ეს ახლა ეს ვიდეო კარგი ხანია მიდევს მე აქ და გახმოვანებას ვუკეთებ ახლა დაახლოებით 2 კვირის შემდეგ და ანუ წინა სამშაბათი იყო ახლა სამშაბათს გახდება 2 კვირა რაც ეს ვიდეო არის დასამონტაჟებელი და აი ესე უკანა გზაზეც მშვიდად ვიარეთ ძირითადად აი რაღაც მომენტში შარტავაზე უკვე რო გადავდივართ ველაბუს ერთის ქუჩაზე მან ვიღაცამ დამისიგნალა არა და ჩემი ბრალი არ იყო თუ იყო ჩემი ბრალი ხო არა მან არ იყო ჩემი ბრალი მე ვიყავ თავარ გზაზე და მიდიოდი ხა მოსწავლეებთან ერთად რომ მივდივარ და ყურადღებით რომ ვარ რატო დავაშავებდი რამეს თან უკვე უკანა გზაზე ვიყავით არსად არ მაგვიანდებოდა მე პირადად ძალიან მშვიდად ვატარებდი მაგრამ ნუ ბათუმის გზებზე ხშირი ეს გაუგებრობებს ზოგ მოუბრალოდ არ იცის რომელია მთავარი გზა რომელი არის მეორეული გზა და თან ფანჯრები რო ღია მქონდა და დამინახა ალბათ ქალი მძღოლი ფიქრა რომ მოდი დაუსიგნალებ რომ რაღაცა ან გამეშვა ან რაღაცა რა ვიცი ჩემი გზა იყო და გადავედი რომ გადავედი არ ესია მონან რაღაცა და ერთ-ერთი შობელიც დადის და არ გაყვირვებია
არავის არ გაკვირვებია პრინციპში ყველა ბათუმელები არიან და იციან აქაურობა. აი ჩვენი ჩასახვევით ვისოლთან ამ ლექსუსთან ერთად გადავალთ, მოგუხვევთ. ეზოშიც შემოდის, ეს ეთყობა რაღაცა გვერდითა კორპუსის მეზობელია. აი ასე აქ უკვე ბედნიერი ვარ, რომ მოვედით შვიდობით, ყველაფერი კარგადაა და მესამე მოსვლაც გქონდა ესეთი.